Streaming პლატფორმებმა და სერიალების სიუხვემ რომ კინოსამყარო შეცვალა, ეს 2025 წელსაც კარგად გამოჩნდა. Გამოჩნდა ისიც, რომ წლიდან წლამდე ორიგინალური იდეები იკლებს და მსხვილი სტუდიები ფსონს მაყურებლებისთვის კარგად ნაცნობ პროექტებზე ჩამოდიან. ამას ადასტურებს ისიც, რომ ყველაზე მაღალ შემოსავლიან ფილმად, უფრო სწორად კი ანიმაციად, ყველასათვის კარგად ნაცნობი ზოოტოპიის მეორე ნაწილი იქცა. ანიმაცია მის შემქმნელებს რეკორდული $1,266 მილიონი მოუტანა. მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა და 2025 წელს ყველაზე მაღალ შემოსავლიან ფილმებს შორის მეორე ადგილზე მოექცა ასევე ბევრისთვის ნაცნობი 2002 წელს გამოსული ანიმაციის ადაპტაცია ლილო და სტიჩი. ჯამში ფილმმა $1,27 მილიონი გამოიმუშავა. ხოლო მესამე ადგილი ერგო კომპიუტერული თამაშის მიხედვით გადაღებულ ფილმს Minecraft-ს, რომელსაც $1,000,000-მდე ცოტა დააკლდა და მისმა შემოსავალმა $957 მილიონი შეადგინა. ეს რაც შეეხება ჰოლივუდის პროექტებს, თუმცა შემოსავლების კუთხით აბსოლუტური რეკორდსმენი ჩინური ანიმაცია გახდა სახელწოდებით ნეჟა. ამ ნამუშევარმა 2 მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა და მსოფლიო კინოგაქირავებაში ყველაზე მაღალ შემოსავლიან ანიმაციად იქცა. ასევე ნეჟა გახდა პირველი არაინგლისურენოვანი და არაჰოლივუდური პროექტი, რომელმაც შეძლო 2 მილიარდზე მეტი გამოემუშავებინა. Something I've been wanting to tell you for a long time. It might hurt you. Hope you don't lose your mind. მართალია 2025 წელს ყველაზე მაღალ შემოსავლიანი ფილმების სიაში ძირითადად ნაცნობი პროექტები მოხვდნენ, თუმცა ამ კუთხით იყო მოულოდნელობებიც. ბევრისთვის გასაკვირად რეჟისორ რაიან კუგლერის საავტორო ფილმმა „ცოდვილნი“ კინოგაქირავებაშიც მიაღწია წარმატებას, მაყურებლის სიყვარულის დაიმსახურა და კინოკრიტიკოსების მოწონებაც. მუსიკალური ფილმი ვამპირებზე წარდგენილია ოქროს გლობუსზე და დიდი ალბათობით ოსკარის მოპოვებასაც შეეცდება. ეს არ არის ფილმი, რომელიც დაფუძნებულია რომელიმე ბრენდზე. არ არის დაფუძნებული არაფერზე. ეს უბრალოდ ერთი რეჟისორის, რაიან კუგლერის ხედვაა. და ამან იმუშავა. ვინ იფიქრებდა, რომ ვამპირული მიუზიკლი გახდებოდა წლის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი. უილიამ გოლდმანმა ერთხელ თქვა: „არავინ არაფერი იცის და ვფიქრობ, რომ ერთი რამ ნამდვილად ვიცით, არ შეიძლება ფართო აუდიტორიისთვის კონტენტის გამარტივება. უნდა გავაგრძელოთ კინემატოგრაფისტებსა და მათ ხედვებში ინვესტირება. ხანდახან ის იმუშავებს, ხანდახან არა. მართლაც ხანდახან ეს მუშაობს, ხანაც არა. მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობის მიუხედავად კინოგაქირავებაში არ გაუმართლა წლის კიდევ ერთ თამამ პროექტს, ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ფილმს პოლ ტომას ანდერსონის „ბრძოლას ბრძოლის შემდეგ“. ამის მიუხედავად კინოსურათს კარგად შეხვდნენ კინომოყვარულები და კრიტიკოსები. ზოგიერთი მათგანი „ბრძოლას ბრძოლის შემდეგ“ წლის საუკეთესო ფილმადაც მიიჩნევს. რეჟისორი პოლ ტომას ანდერსონი ამ ფილმისთვის ნომინირებულია ოქროს გლობუსზე საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში. ოქროს გლობუსზე ნომინირებულები არიან ასევე საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის ლეონარდო დიკაპრიო, შონ პენი და ბენისიო დელ ტორო მეორე ხარისხოვანი როლისთვის. ასევე ტიანა ტეილორი მეორე ხარისხოვანი ქალის როლის შესრულებისთვის. მათგან ყველაზე მეტად შონ პენს გამოარჩევენ, რომელმაც შთამბეჭდავი პერფორმანსი შემოგთავაზა. ოქროს გლობუსზე ეს ფილმი ყველაზე მეტი 9 ნომინაციითაა წარმოდგენილი. Good morning, Corey. Good morning, Michelle. არაერთ კატეგორიაში ფილმს კონკურენციას გაუწევს წლის კიდევ ერთი გახმაურებული ფილმი ბერძენი რეჟისორის იორგოს ლანთიმოსის „ბუგონია“. წელსაც მის ფილმში მთავარ როლს ორგზის ოსკაროსანი ემა სტოუნი ასრულებს. ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კინოვარსკვლავი წელსაც შეეცდება ჯერ ოქროს გლობუსი, შემდეგ კი ოსკარიც მოიპოვოს. Your hair has been destroyed. გამოარჩევენ კიდევ ერთი დიდებული რეჟისორის, გილერმო დელ ტოროს ნამუშევარსაც. რეჟისორმა 2025 წელს ფრანკენშტეინის კიდევ ერთი ადაპტაცია შემოგთავაზა და იმედებიც არ გაუცრუებია. ფილმმა როგორც მაყურებელთა, ისე კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა. ფრანკენშტეინი ოქროს გლობუსზე ნომინირებულია საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო მსახიობისა თუ საუკეთესო მეორე ხარისხოვანი როლის კატეგორიებში. ჰოლივუდის პროექტებს წელსაც დიდი კონკურენცია შეხვდათ საავტორო ფილმების სახით. მათგან ყველაზე გამორჩეული ირანელი რეჟისორის ჯაფარ ფანაჰის ფილმი „უბრალო შემთხვევითობა“ იყო. მან უკვე მოიპოვა მთავარი პრიზი კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე და ოქროს გლობუსისა თუ ოსკარების რბოლაში ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა. ირანელ რეჟისორს ქვეყანაში არსებული ვითარების გამო მარტივი კარიერა არ ქონია. თავისი შემოქმედების გამო ის სამშობლოში ორჯერ დააპატიმრეს.
არავის აქვს უფლება მიგვითითოს რა ტანსაცმელი გვეცვას, რითი კეთება შეგვიძლია და რისი არა. კინო კი საზოგადოების არკია. მოდით ვეცადოთ, არ დავკარგოთ იმედი. თქვა ჯილდოს ასაღებად სცენაზე ასულმა რეჟისორმა. გრან-პრი კი მაისში გამართულ კანის საერთაშორისო ფესტივალზე დანიელი რეჟისორის იოაკიმ ტრიერის სურათს სენტიმენტალურ ღირებულებას ერგო. თავარ ნომინაციებზეა წარდგენილი ფილმი ოქროს გლობუსზეც. მარტში კი ოსკარის მოპოვებასაც შეეცდება. ვენეციის კინოფესტივალზე კი კინოს კიდევ ერთმა ოსტატმა, ჯიმ ჯარმუშმა გაიბწყინა. მას ფესტივალზე მთავარი პრიზი ოქროს ლომი გადაეცა ფილმისთვის მამა, დედა და ძმა. ხოლო ჟიურის გრან-პრი ერგო ტუნისელი რეჟისორის გაუტერ ბენ ჰანიას ფილმს ჰინდ რაჯაბის ხმას. კინოსურათი რეალურ ღაზის სექტორში მომხდარ სულის შემძვრელ ამბავზეა დაფუძნებული. მის პრემიერას ვენეციის ბიენალეს ისტორიაში მაყურებლის სარეკორდო ხანგრძლივობის 23 წუთიანი ოვაციები მოყვა. ფილმი 6 წლის პალესტინელი გოგონას ჰინდ რაჯაბის ისტორიას გვიყვება, რომლის ოჯახის წევრებიც ისრაელის თავდასხმას ემსხვერპლნენ. გადარჩენილი გოგონა კი წითელი ნახევარმთვარის ოპერატორებს ტელეფონის საშუალებით სთხოვდა დახმარებას. მოგვიანებით 6 წლის ჰინდიც და ექიმების დაღუპულები იპოვეს. ფილმში გამოყენებულია რეალური სატელეფონო საუბარი, სადაც ჰინდ რაჯაბი დახმარებას ითხოვს. Orietas 25 წელი საინტერესო გამოდგა სერიალებისთვის. Netflix-ის მინი სერიალმა სახელწოდებით მოზარდობა ნამდვილი ფურორი მოახდინა. კინომოყვარულები აღფრთოვანებული დატოვა როგორც ფილმის შინაარსმა, ისე ახალგაზრდა მსახიობის ოუენ კუპერის შთამბეჭდავმა შესრულებამ. 15 წლის ვარსკვლავმა საუკეთესო მეორე ხარისხოვანი როლის შესრულებისთვის უკვე მოიპოვა ემი, ხოლო 11 იანვარს დიდი ალბათობით ოქროს გლობუსსაც დაეუფლება. Fucking want to sit down! You do not tell me when to sit down! You do not control my fucking... Look at me now! ემი ერგო თავად მინისერიალსაც და მთავარი როლის შემსრულებელს, სტივენ გრემს. მინისერიალი გამოირჩევა ტექნიკური თვალსაზრისითაც, 4 ეპიზოდი შემქმნელებმა ერთი უწყვეტი კადრით გადაიღეს. თავისი გავლენით უკვე შეიძლება ითქვას, რომ მოზარდობამ წარუშლელი კვალი დატოვა კინემატოგრაფიაზე. ბრიტანეთის მთავრობა იმაზეც კი ალაპარაკდა, რომ მინისერიალი სკოლებში საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოიყენონ. მოზარდობასთან ერთად ემის ტრიუმფატორი იყო კომედიური სერიალი სტუდია. კომედიური ფილმების ვარსკვლავის სეთ როგანის მიერ შექმნილმა სერიალმა ჯამში 13 ჯილდო მოიპოვა და ერთ სეზონში ყველაზე მეტი ემის მფლობელი კომედიური სერიალი გახდა. კარგი წელი გამოდგა სამედიცინო სერიალისთვის პიტი. ნამუშევარმა ემის დაჯილდოებაზე საუკეთესო დრამატული სერიალის პრიზი მიიღო, მთავარი როლის შემსრულებელი ნოა უაილი კი საუკეთესო მამაკაც მსახიობად დაასახელეს. One last time. სერიალების სამყაროში 2025 წელი ყველაზე გამორჩეული ალბათ მაინც Netflix-ის კიდევ ერთი პროექტის უცნაური ამბების მაყურებლისთვის იქნება. ძმები დაფერების სერიალი, რომელიც პირველად 2016 წელს გამოჩნდა, მალევე გახდა ბევრისთვის საყვარელი პროექტი და წლიდან წლამდე ახალი სეზონის გამოსვლას მილიონობით მაყურებელი ელოდა. 9 წლის შემდეგ 2025 წლის 31 დეკემბერს კინომოყვარულებმა ბოლო 10 წლეულების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის ბოლო სერია იხილეს.